დღეს ახალი სტილით 19 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იხსენებს წმინდა ელენე დედოფლის მიერ ძელისა ჭეშმარიტისა და სამსჭვალთა პოვნას. ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოს წერეთელს, ღირს არკადი კვიპრელს. წარმართი რომაელი იმპერატორები ცდილობდნენ ადამიანთა ცნობიერებიდან საბოლოოდ ამოეძირკვათ იმ წმინდა ადგილთა ხსოვნა, სადაც ჯვარს ეცვა და აღსდგა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ღვთისნებით 300 წლისათვის უდიდესი ქრისტიანული სიწმინდეები, მაცხოვრის საფლავი და ცხოველმყოფელი ჯვარი კვლავ განცხადდა მორწმუნეთათვის. ეს მოხდა მოციქულთა სწორი იმპერატორის კონსტანტინე დიდის დროს, რომელმაც პირველმა შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა, შემდეგ კი ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. 313 წელს მან გამოსცა მილანის ედიქტი, რომლითაც ქრისტიანული რელიგია დაკანონდა და იმპერიის დასავლეთ ნაწილში ქრისტიანთა დევნა შეწყდა. ლიკინიუსმა ხელი მოაწერა მილანის ედიქტს, მაგრამ ქრისტიანების დევნას კვლავ აგრძელებდა. მხოლოდ მისი საბოლოო დამარცხების შემდეგ განხორციელდა აღმოსავლეთში კანონი რელიგიის შემწყნარებლობის შესახებ. მოციქულთა სწორმა იმპერატორმა ღვთის შემწეობით გაიმარჯვა მტრებზე. ბრძოლის წინ მან იხილა ცაზე გამოსახული ჯვარი წარწერით, ამით სძლევ. წმინდა კონსტანტინემ თვისი დედა, წმინდა ელენე დედოფალი იერუსალიმში გაგზავნა მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის მოსაძებნად. დედოფალმა ელენემ ერთი მოხუცი ებრაელისაგან შეიტყო იმპერატორ ადრიანეს მიერ გოლგოთისა და მაცხოვრის საფლავის ადგილას წარმართული სამსხვერპლოს აგების შესახებ. ბრძანა დაენგრიათ საკერპო და მოეძებნათ უფლის საფლავი. ნახეს 3 ჯვარი და ფიცარი, პილატეს მიერ გაკეთებული წარწერით იესო ნაზარეველი მეუფეხურიათა. იპოვეს სამსჭვალნიც. ცხოველმყოფელი ჯვრის ამოცნობის მიზნით პატრიარქმა მაკარემ სათითაოდ შეახო 3-ვე ჯვარი მიცვალებულს. უფლის ჯვრის შეხებისას მიცვალებული გაცოცხლდა. ამ სასწაულის მხილველი ბევრი იუდეველი და წარმართი მოექცა ქრისტეს ჯულზე. ეს მოხდა 326 წელს.